და დარჩა კიდე ეს ფერმაც. მეგობრებო, მაგისამი თქვენთან მეორე სერვა და არხი გაბჭიროს სამი და დღეს მეგობრებო, მე როგორც სულ უკვე ისევ მუშაობთ ჩემს სამუშაოზე, ისევ ვარ მეგობრებო. მოგეთ მეგობრებო, მეგობრებო, თქვენ მეგონი შემეკითხებით ეს რა სახლია? სამდვიაში მეგობრებო, რო გითხრათ, მეც არ ვიცი რა სახლია, მოგეთ მე რა მინდა გავაკეთო, მოგეთ ამ სამუშაოს შემდეგ, ანუ ფერმერობის შემდეგ მე ძალიან მინდა წავიდე ამ სახლში და გავიგო ეს საერთოდ რა სახლია, ვინ ააშენა და როგორ. მაგიტომ მოგეთ მეგობრებო, მე მოგეთ ის ფერმა უკვე გავაკეთე. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, აი იქ უკვე ყველაფერი გაკეთებულია. უკვე იქ ყველაფერი იზრდება და მეგობრებო, ხოლოდ ერთ-ერთი ეს ფერმა დამრჩა ვინაიდან იმ ფერმას მეგობრებო გააკეთებენ ჟიტელნიკები. მეგობრებო, მოგეთ გავაკეთოთ ახლა. მოდით მეგობრებო, აქ ადრე იყო კარტოფილი და ჩვენ ჩავსვათ ახლა სტაფილო. მეგობრებო, არ შემეკითხოთ რატომ მე მაქვს გვის თოხი. მოგეთ მეგობრებო, მე გამიფუჭდა ალმასის თოხი. როგორ გამიფუჭდა მეგობრებო, კაი არ მოგატყუებთ. მოგეთ მეგობრებო, დავკარგე ის ალმასის თოხი. ვიყიდე მეგობრებო, ერთი სუმრუდათ აი ეს ქვის თოხი. მე მეგობრებო, ალმასები ძალიან ცუდაღა მაქვს. მეგობრებო, ძალიან ცუდია მეგობრებო, რასაკრველია, მაგრამ მეგობრებო, ხელფასიც მალე მექნება 2 კვირაში. მოგეთ მეგობრებო, ახლა დავისვოთ ძლივსივობით მეგობრებო და დავდოთ ახლა ჩვენი თოხი და მე ჟიტელნიკო, მე ფერმერო, გამარჯობა, რას შვები აქ, ძალიან შემაშინე. გამარჯობა და რას შვები აქ, საერთოდ როგორ შემოხვედი ჩემს სახლში? საბა, გამარჯობა, მე ზუსტად შეგელოდები. მოკლედ, შეხედე, შემეგვი უკვე დაინახე ხომ აი იქ რაღაც სახლი რო დგას, აი შევიყავი შენს ფერმასთან, მეგონი შენ დაინახე იქ რაღაც სახლი რო დგას, ხო, ახალი რო გამოჩნდა. ის არის მოკლედ ჩემი მაღაზია. ხო, საბა, მოკლედ მე დავარსე, ასე ვთქვათ, ჩემი ახალი მაღაზია, გავხსენი მაღაზია, სადაც არის ყველაფერი ფერმერობისათვის და არა მხოლოდ. მოკლედ, საბა, მე მინდა შენ დაგპატიჟო ჩემს მაღაზიაში. როდესაც გინდა, შეგიძლია ხვალზე, შეგიძლია დღეს საერთოდ. ჩემი მაღაზია მუშაობს 24 საათი 7 დღეში. მოკლედ, მე უკვე ყველა ჟიტელნიკი დავპატიჟე და უმრავლესობა მათგანი მოვა ხოლმე ხვალ. და შენ როდესაც გინდა, საკრელია შენს მინდა, შენ იყო ასე თქვა ძალიან გამეხარდებარ თუ შენ მოხო ჩემს მაღაზიაში. გამოდის ფერმერო, ის რაღაც სახლი, როგორც მე უკვე მივხვდი, აი ის სახლი, რომელიც მან დგას, ესე ის შენ მიერ დაარსებული მაღაზია? ვაუ, და კაი, ფერმერო, მოკეთ მე დღესვე მოვალ, ვინაიდან ძალიან მჭირდება რაღაც რესურსები, ძალიან მჭირდება. მაგიტომ ფერმერო დღესვე მოვალ. მაგიტომ მოით მეგობრებო, ახლა ჩავაწყოთ ყველაფერი ჩვენს ყუთში. Так, მეგობრებო, სტაფილოდ ჩავსვით და კარტოფილიც და მეგობრებო, ფერმერი მე მგონი წავიდა უკვე თავის მაღაზიაში. Так, მეგობრებო, თუ რამეა მეგობრებო, ხომ თუ ვინც არიცოდა, ეს არის ფერმერი. მოგეთ ჩვენ სოფელში არის 2 მთავარი ფერმერი. ეს ვარ მე რასაკურველია და ეს არის აი ეს ფერმერი ჟიტელნიკი. და კიდე რამოდენიმე ისინი უკვე მეგობრებო ისეთები არიან, რომლებიც ერთი კვირა არიან, ერთი თვე არიან და ჩვენ მე და ეს ჟიტელნიკი უკვე არაერთი წელია სკოლაში ერთმანეთს ვიცნობ და არაერთი წელია ფერმერობთ, ასე ვთქვათ. მაგიტო მეგობრებო, ბევრი სუმრუდი არ მაქვს, თან ხელფასამდე მაქვს კიდე 2 კვირა უნდა დაველოდო, მაგიტომ მოდით მეგობრებო ავიღოთ სულ აი 10 სუმრუდი, კაი მეგობრებო, 10 სუმრუდად. მე ძალიან მეგობრებო მჭირდება, როგორც თქვენ უკვე იცით, თოხი ნორმალური, რკინის მაინც და არა ეს ეს სირცხვილია მეგობრებო, რომ ფერმერი რომელიც უკვე 3 წელია თავის სამუშაო, რა 3 წელი მეგობრებო, უკვე 5 წელია ფერმერობდა, სულ მქონდა ხან რკინის, ხან ალმასის თოხი და არა ეს ქვის. მაგიტომ მოგეთ მეგობრებო, რკინის თოხი რამე, ასევე რამე თესლი მჭირდება, იქ ხორბლის, ჭარხალის მჭირდება, რამე კარტოფილი. მოგეთ მეგობრებო, ძალიან ლამაზი მაღაზია, სიმართლე ვთქვა. მოდით მეგობრებო, ახლა წავიდეთ. Так. ფერმერო, გამარჯობა, მოგეთ მე უკვე მოვედი შენს მაღაზიაში, როგორც შეგვირდი ახლავე. საბა, ძალიან გამეხარდა რომ უკვე მოხვედი. რაც გინდა ის აიღე, პირველ დღეს ძალიან ბევრი პროცენტული ფასებია, ძალიან ცოტა ფასებია, ძალიან ბევრი აქციებია, ასე ვთქვათ, ჩემს მაღაზიაში პირველ დღეს. ვაუ, ჟიტელნიკო ძალიან კაია.
და კაი მეგობრებო, რა ვიღოთ, ძალიან ბევრი რამაა. კარტოფილს ხვდედავ და ხორბალს, ჭარხალსა და სტაფილს. კაი, ამას მივუდგები. ვაუ, მეგობრებო, აი რკინის, ძლივს რკინის თოხს ავიღებ. სასამთროს და გოგრას თესლი, მეგობრებო. და ეს ამას ეს პრინციპში მე მგონი ავიღებ. ვინაიდან ძალიან მჭირდება, რომ ძალიან მალე გაიზარდეს ჩემი ფერმა. და აქაც მეგობრებო ხედავ, აჰა, ხორბლის თესლი და ოპა, ეს რა ყუთია? შიტენიკო. და ეს რა ყუთი დგას? აი აქ ასეთი მარტო კელა, ანუ კუთხეში დგას უბრალოდ რაღაც ყუთი და ეს რა ყუთია? აი, საბა რასაც გეუბნებოდი. მე ხო გითხარი რომ ჩემს მაღაზიაში იყიდაო ყველაფერი ფერმერობისათვის და არა მხოლოდ. მოკლედ ამ ყუთში მეც პრინციპში არ ვიცი რა დევს. ეს ყუთი მოკლედ გამყიდა მე ჩემმა ამხანაგმა მომცა, ასე ვთქვათ. ამიხსნა რაღაცები რო არის მათ რაღაცა ფერმერობისათვის და არა მხოლოდ. მოკლედ მითხრა მათ არის ასეთივე რაღაც ძვირფასეულობები, როგორც ფერმისათვის ასევე როგორ არა. მეც არ ვიცი რა დევს მათ ეს ამხანაგმა გამიყიდა და მე შემიძლია შენ გაგყიდო 50 ისუმრუდად. ოგო, 50 ისუმრუდად ეს ყუთი? კაი, შიტენიკო, ერთ წუთს დავფიქრდები. და აქ აბა მეგობრებო, აბა მისურვეთ, აბა რა გავაკეთო, ვიყიდო თუ არა ეს ჩესტი? არ ვიცი მეგობრებო, 50 ისუმრუდი ძალიან ბევრია. მე ხომ კიდევ მჭირდება ცხოვრება რაღაც 2 კვირა მეგობრებო, ხელფასამდე 2 კვირა. 50 ისუმრუდად ყუთი. კაი მეგობრებო, კაი. კაი მეგობრებო, დავხარჯოთ 50 ისუმრუდი. დავხარჯოთ. მეგობრებო, როგორ მეწოდება? არა და მეგობრებო, ხელფასამდე როგორც უკვე გითხარით, კიდე 2 კვირა მეგობრებო, 14 დღე კიდე უნდა ველოდო ხელფას. 4 ისუმრუდი მეგობრებო მრჩება და 3 ალმასი. მეგობრებო, კაი. დავხარჯოთ, არა უშავს, დავხარჯოთ. მეგობრებო, რაღა არა უშავს, მე 2 კვირა, კაი მეგობრებო, მოდით. იმედია მეგობრებო, პრინციპში მეგობრებო, შეიძლება მანდ რაღაც კარგი რაღაცებიც იყოს. და აქ ფერმერო მოგიტანე 50 ისუმრუდი, სად დაგიდო? საბა, აი დამიდე ამ ყუთში და ეს ყუთი შენია უკვე. ოკეი, და აქ დაგიდო, აჰა. კაი, შიტენიკო, ეს ყუთი მეგობრებო ჩემია. მოდით მეგობრებო, ახლა მე კამერას გავთიშავ და ამ ყუთს ჩემს სახლთან გადავიტან. მეგობრებო, მოკლედ გადმოვიტანე ეს ყუთი იმ მაღაზიიდან ჩემს ფერმასთან, ასე ვთქვათ. და იმ დიდი იმედი მაქვს მეგობრებო, რომ 50 ისუმრუდად მეგობრებო რამე კარგი ვიყიდე. მოდით მეგობრებო, 3, 2, 1 და აქ მეგობრებო ბევრი რამ არ არის, მაგრამ მეგობრებო, საკმაოდ ბევრი კი არის. და აქ 8 ისუმრუდი. პრინციპში მეგობრებო, 8 ისუმრუდი გამოდის იქ თუ მაქვს მე კიდე 4 ისუმრუდი. 12 ისუმრუდი მეგობრებო მაქვს მოკლედ. მაგრამ 12 ისუმრუდი, მაგრამ მე მქონდა მეგობრებო 54 ისუმრუდი. აი მეგობრებო, რას გეტყვით? კაი მეგობრებო, 8 ისუმრუდი ისე, აჰა. წარმოვიდგინეთ მეგობრებო, ახლა მე ვიყიდე 50 ისუმრუდად წყლის ბოთლი 50 ისუმრუდად. ოქროსაგან მაინც ყოფილიყო. კაი მეგობრებო, ჯერჯერობით არ მომწონს. და პრინციპში მეგობრებო, თესლი. ხორბლის თესლი, მეგობრებო, ერთი სტაკი ხორბლის თესლი მე შემეძლო მეყიდა 3 ისუმრუდად. მეგობრებო, 3 ისუმრუდი ღირს ერთი სტაკი ხორბლის თესლი. და ოპა! აი მეგობრებო, და კეთოც ოპა, აი მეგობრებო, რაღაც ზვირფასი რაღაცა წამოვიდა. მეგობრებო, თუ არ იცოდით, ერთი ასეთი ასე ვთქვათ ბოთლი ღირს 5 ისუმრუდი. გამოის მე მეგობრებო, მაქვს 11 ჯერ 5 გამოის მეგობრებო 44 ისუმრუდიანი უკვე, ასე ვთქვათ, ის ვიყიდე. მეგობრებო, მოდით აბა თქვენ მე მგონი იცით მეგობრებო რაც არის და მე 11-მდე მეგობრებო გავაძლიერე მეგობრებო ჩემი ისა. მეგობრებო, ეს ღირდა 44 ისუმრუდი. პრინციპში მეგობრებო ნორმალურია, მაგრამ ჯერჯერობით მეგობრებო უკვე მომწონს, კაი. ძლივს, მეგობრებო, ძლივს, მეგობრებო. აი ასე რა მეგობრებო, ალმასის თოხი.
так მეგობრებო, ერთ სად არის ჩემი ასე ვთქვათ განადგურებული ქვის თოხი? так მეგობრებო, თქვენ არ შემეკითხოთ რას გავუკეთებ ამ თოხს? ნანანანანანა. всё მეგობრებო. გადავაფურთხე ასე ვთქვათ ამ ეს ქვის ჯოხი, ვინაიდან მე უკვე მაქვს ალმასის თოხი მეგობრებო, სამი სუმრუდად. так მეგობრებო, უკვე მომწონს. სამი გოგრა. ოპანა. მეგობრებო, ეს ძალიან კაია. პრინციპში მეგობრებო, ძალიან კაია. შეღეთ მეგობრებო. სამი მეგობარი. აირჩიეთ მეგობრებო, ერთი მეგობარი, სამი ზურგად მეგობრებო გაგყიდით. მეგობრებო, ასეთი გოგრები ღირს, ერთი გოგრა ღირს, სადღაც 2 ალმასი. კაი მეგობრებო, კაი. ეს რა არის? კირა მეგობრებო, თან უბრალო კირა, ერთად მეგობრებო მინდა გავტესტო. დაბა ეკლესიაზე გავტესტოთ. так მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს. მეგობრებო, ნახეთ რა სწრაფად იმაშება. რა სწრაფია. მეგობრებო, თითქოს კრეატივში ვარ. მეგობრებო, უბრალო ალმასის კირა. ღირს სადღაც 5 ალმასამდე, 5 სუმრუდამდე უბრალოდ, მაგრამ ასეთი სადღაც 7 სუმრუდამდე კი ავა. так მეგობრებო, რაღაც ძალიან მომწონს უკვე ეს 5. კაქტუსები მეგობრებო. კაქტუსები, მაგრამ რის და так მეგობრებო, მოდით აბა ავაშენოთ ასე. მეგობრებო, ძალიან ლამაზია. მეგობრებო, ეს პრინციპში ფერმაში შემიძლია გამოვიყენო, მაგრამ არ ვიცი ის მაგრამ იყოს მეგობრებო, იყოს. так მეგობრებო, გასაგებია. კაქტუსი ღირს მეგობრებო, სადღაც 1 სუმრუდი. მაგიტომ ისეთი რაღაც ვიფასეული არ არის. ეს რა არის? ეს რაღაც სიჩქარის ისა ზელია. წავედით. მეგობრებო, რა სწრაფი ვარ. მიდით აბა დისტანცია. 1 კილომეტრი მეგობრებო, გავიაროთ 1 კილომეტრი. რამდენი წუთი? 7 წუთი, 8 წუთი უბრალოდ. ვერავინ ვეღარ მეგობრებო. დამეწევა, მაგარია მეგობრებო, ძალიან კაია. რა! მეგობრებო, საზამთროს თესლი. მეგობრებო, თქვენ უბრალოდ არ იცით რატო ვოცდები, მაგრამ მეგობრებო, 1 საზამთროს თესლი ღირს 7-8 ისუმრუდი. გამოდის მეგობრებო, მე ახლა 1 სტაკი, სადღაც 6 სტაკი ისუმრუდის მეგობრებო უკვე ავიღე. ვაიმე მეგობრებო, 7 სტაკი უბრალოდ მეგობრებო, მაბადეთ 7 სტაკი. ვაიმე მეგობრებო, ეს შემიძლია მეგობრებო, ახლა გავყიდო ეს 1 სტაკი საზამთროსი, 7 სტაკად ისუმრუდად მეგობრებო. გაგიჟებული ვარ. так მეგობრებო, შემდეგ მოდით აბა ამოვიღოთ ახლა ყველაფერი რაც საინტერესო არის. ეს და კიდე ეს. მეგობრებო, მოდით აბა და ყველაფერი რაც უკვე ასე ვთქვათ ვიხმარი. ჩავდოთ აქ ასე და ასე. მეგობრებო, და მოდით აბა ახლა ვნახოთ რა რეებია ესენი. პირველი რასაც ხედავ, ეს არის მეგობრებო გოგრას თესლი უბრალოდ. რამდენი 1 სტაკი გოგრის თესლი მეგობრებო, всё, მილიონერი გავხდები მეგობრებო, თუ გავყიდი ამ საზამთროსა და გოგრას თესლს მეგობრებო, 13 სტაკი სუმრუდი მეგობრებო უკვე მექნება მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ყველაზე მდიდარი ვიქნები სოფელში. 3 სტაკი სუმრუდი მაინც გაიყიდა. მეგობრებო, ძალიან შემიყვარდა რაღაც ეს ფერმერი. ისეც ძალიან მიყვარდა ეს ფერმერში წინ კი, ახლა 5-ჯერ უფრო შემიყვარდა. შემდეგი ალმასის ხმალი, თან ესეც უბრალო ხმალი არ არის. ეს მე მგონი ძალიან მაგარი ხმალია. მეგობრებო, მეგობრებო, აქ არის ჩვენი პატარა ფერმა ცხოველების და მოდით აბა ერთად. ვაუ, მეგობრებო, ძალიან მაგარია. აბა მიდით აბა. რასაკვირველი არ გამოჩეკდა. კაი მეგობრებო, ძალიან მაგარი ხმალია. ეს ხმალი მეგობრებო, 3 სუმრუდი კი აღირება, 3 სუმრუდი აღირება. კარტოფი, მაგრამ მეგობრებო, კარტოფით უკვე აღარ გამოოცებ ეს საზამთროს და გოგრას თესლი. მეგობრებო, კარტოფილის თესლი მეგობრებო, 3 სუმრუდი მეგობრებო, 1 სტაკი კარტოფილის თესლი, 3 სუმრუდი. პრინციპში ნორმალურია, პრინციპში კარგია. შემდეგ, ეს მეგობრებო, რო ვიხტუნა, აბა მიდი. ვაუ, მეგობრებო, ბატუტისავით. აბა ერთად ამხობესდე. ხობე მეგობრებო, გადავახდი.
ოპ, კურდღელი მეგობრებო, მაგეთ დამიძახეთ მე კურდღელი. კაი, მეგობრებო, გეხუმრებით. არ დამიძახოთ კურდღელი, უბრალოდ მეგობრებო, ოპანა. ნეტავი მეგობრებო, კენგურუ უფრო მაღალ დისტანციაზე ხტუნაობს. ძალიან ოპ. კაი მეგობრებო, მოგეთ მეგობრებო, ჩემი აით ეს 5 ღირდა 50 ისუნვდი. თქვენ მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი. მე კი მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით. თუ გეწევათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, გემშვიდობებით. ნახვამდის.